ასე არ შეიძლება. გთხოვ, მოკეთე. დედა. ერჩელ. სად არის ჩემი ქალიშვილი? სად არის? თანამეგობრობა იუჯინ პორტერს დამნაშავედ ცნობს. პირველი ხარისხის მკვლელობაში. დროა ბუნტი დავიწყოთ. დიდი ხნის განმავლობაში გადარჩენისთვის ვიბრძოდით. ცდილობდით დაკარგული დაგვებრუნებინა. ეს ოჯახი, ჩემი ოჯახი, ყველაფრისთვის მზად არის ერთმანეთის დასაცავად. ახლა კი ჩვენ რაღაც განსხვავებულისთვის, რაღაც უფრო მნიშვნელოვანისთვის ვიბრძვით. ახალი დასაწყისისთვის. მაგრამ ამისთვის ფასის გადახდა მოგვიწევს. ყველაფერს აქვს თავისი ფასი. დედაჩემ ლორის არ ვიცნობდი. ჩემი ძმა კარლი ოცნებობდა იმ დღეზე, როცა ყველანი მშვიდობით ვიცხოვრებდით. დედაჩემმა მიშონმა თავისი ხმლის გადაგდება სცადა. მამა ჩემი რიკი შებრალებას ეძებდა. მე კი? მეც გრაიმსი ვარ. ხშირად ვფიქრობ დედაჩემის ნათქვამზე. მის და მამაჩემის საიდუმლო სიტყვებზე. მათ სწორედ ამ სიტყვებმა მოუტანა წარმატება. ისევე როგორც მე და არჯეის. მისი ხმა მაღლა თქმა მეშინოდა. ხმა მაღლა ბევრი რამის თქმის მეშინოდა. მაგრამ თავიდან არ ვიცოდით, რომ ეს დღე ყველაფერს სამუდამოდ შეცვლიდა. მოსიარულე მკვდრები გახმოვანებულია მაიკ ადრიქომის მიერ. რამე ისეთი ხომარეზით, რაც ბავშვების პოვნაში დაგვეხმარება. როცა ჯარისკაცი ვიყავი ობოლი ბავშვები ბავშვთა სახლში მიყავდათ ხოლმე. იცი მისი ადგილსამყოფელი. გაარკვიე. წავედით, არ გაჩერდეთ. მატარებლის ტარება არავინ იცის? უпроსწორად მისი მართვა. ერთ-ერთი პატიმარი ინჟინერია. კარგი? გამომართვი მეგი. მადლობა. ამის გაკეთებას როგორ აპირებ? რის გაკეთებას? ძუკნას მოკლას. პამელას? მესმის რომ სხვებს დაბრუნების თავიანთი მიზეზი აქვთ. მაგრამ ჩემი აზრით სანამ ის ქალი ცოცხალია, ჩვენ უსაფრთხოდ ვერ ვიქნებით.
დარწმუნებული ვარ შენც მეხმარები. მისმინე მეგი. ამას ერთად გავაკეთებთ. მე და შენ. დანარჩენები არაფერ შეგჭირდება. არ არსებობს არნაირი ჩვენ. მოდი ჩემთან. მიყვარხარ. ფრთხილად იყავი. ხომ მიცნობ. მე ყოველთვის ფრთხილად ვარ. დაგელოდები. უნებელი დამიბრუნდი. დიახ მე. წარმატებები. მალე დაუბრუნდები. კარგი? მანამდე შენს დას ყურადღება მიაქცია. მეც მოვდივარ. არა, კი, მაგრამ შენ აქ მჭირდები. გამორიცხულია. ჩემს ძმას ასეთი მომავალი არ ცდომებია. ეს ის არ არის, რისთვისაც დედა და მამა იბრძოდნენ. ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ყველას დაეხმარება და არა მხოლოდ ჩვენ. მინდა რომ მამაში მონაწილეობა მივიღო. ის გავაკეთო, რასაც ჩემს ოჯახს წამდა. ჩვენ ყველანი ჩვენს ცხვირწინ არსებულზე ვართ კონცენტრირებულები. შენ კი მომავალზე ფიქრობ. ეს კარგია. ნეტავ ჩვენც ასეთები ვიყოთ. კარგი. მაგრამ ჩემ გვერდით იქნები. გასაგებია? წავიდეთ. ყურადღებას მიაქცევთ? დიახ. ჩვენც მალე დავუბრუნდებით. მადლობა. კარგად ხარ? ჰო. შენი ძმის წყალობით. რატომ არ მითხარი? ასე უფრო უსაფრთხო იყო. შენი ადამიანების გრძელ რიგს შეუერთდი, რომლებიც ჩემს გადარჩენას ცდილობდნენ. ამას არასდროს დავივიწყებ. და ახლა რა ვქნათ? გაქცევა უნდა ვცადოთ? არა, უნდა დაიმალოთ. მაგრამ შეგვიძლია დაგეხმაროთ. სასამართლო წავაგეთ, მაგრამ ხალხი გაბრაზებულია. უბრალოდ უნდა ვიმოქმედოთ. პირველ რიგში იმ ჯარისკაცებს შევაგროვებ, რომლებიც პამელას წინააღმდეგ წასვლისთვის მზად არიან. მაგრამ თუ ხალხში ცეცხლს შეინარჩუნებთ, ეს საკმაოდ დიდ უპირატესობას მოგცემს. მერით დაგეხმაროთ. აქ დარჩი. ეცადებ ვერავინ დაგინახოს. ბოდიშს გიხდეთ, სერ. დრო გავიდა. ლაპარაკობს როუზი. ვერ ვხედავ, მოწმის დაკითხვაზეა. მალე დაბრუნდება და თქვენკენ გამოგზავნი. წასვლის დროა. არავის დაენახო. როგორც კი შევძლებთ, დავბრუნდებით. წარმოდგენა იწყება. შიგნით ჯგუფი პატიმარს სამალავში წაიყვანს. იმედი მაქვს მერსერი ჩვენ გვერდით დადგება და სანამ ისინი პამელას მიხედავენ, ჩვენ კოკოსკენ წავალთ. ქვედა რაიონიდან რატომ შევდივართ? მეტი ფული, მეტ პატრულს ნიშნავს. ასე ვერ შეგნიშნავენ. ეს გზა პირდაპირ ბავშვთა სახლისკენ მიგვიყვანს. ჩვენ მას უკნიდან მივუახლოვდებით. რა იყო? ჩვენ შვილს დავიბრუნებთ. ეს იცი არა? ამას შენი რწმენა გეუბნება? შენ დამერწმენა. დიახ. მიხარია რომ აქ ხარ. რომ მივალ ზედა მხარე მაღლა დატოვე.
უცნაურია შენ გვერდით ისევ ასეთ ადგილას აღმოჩენა. რა? ბოდიშს გიხდი მომხდარის გამო. ძმაო, მადლობა, მაგრამ შენი ბოდიშების დრო არ მაქვს. ვიღაც ისეთი მჭირდება, ვინც დაგვეხმარება. უთხარი მიხარია რომ ვიპოვეთ. ამბობს უხარია რომ გიპოვეთ. პამელას წოულების შემდგომ გეცებთ. საზოგადოებამ ზურგი გაქცია, შენ სასოწარკვეთილი და გაღიზიანებული იყავი. ამ გრძნობებს კარგად ვიცნობ. მინდოდა ჩემი ხმა გაიგოთ, მაგრამ არ მინდოდა ხალხი დაშავებულიყო. კიდევ ბევრი რამ არ უნდა მომხდარიყო. ამბობს რომ წუხს. შეგიძლია შეცდომები გამოასწორო. გუბერნატორი არ მოგისმენს, მაგრამ მალე თანამეგობრობის მაცხოვრებლები მოგისმენენ. აუცილებლად. ვიმსახურებთ რომ ვიცოდეთ. სიმართლე გითხარით. არაკომპეტენტურობა. ანუ ამბობთ რომ არ იცით თუ როგორ გაიქცა პორტერი? არა მე. როგორც ჩანს დაეხმარნენ. როგორც ჩანს. ვერდიქტით ბევრი ადამიანია უკმაყოფილო. ეჭვმიტანილთა სიის შესამცირებლად დრო დაგჭირდება. დიდი ხანია თანამეგობრობიდან გაუჩინარებული ხალხის შესახებ შეტყობინებები ვრცელდება. ჩვენ პასუხები არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება ამჯერად გაგვიმართლას. თქვენი საქმე შეასრულეთ, მაიკლ, სანამ მეტი ადამიანი არ დაშავებულა. ყურადღება მიაქციე. პორტერი ყველა სახლში შეამოწმეთ და თუ იპოვით, ადგილზე ჩაცხრილეთ. დიახ მემ. და ხალხს რა ვუყოთ? გინდათ რომ დავარბიოთ? არა, მათთვის გადასაგდებ ძვალს მალევე ვიპოვით. ესკალაციის შემთხვევაში რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. B17. ეს ჩვენი შანსია. ეს ჩვენი შანსია. ხეებისკენ წავიდეთ. ხეებისკენ წავიდეთ. ხეებისკენ წავიდეთ.
რა იყო? შენთვის მადლობა არ გადამიხდია. იმის გამო რომ იარაღს გადაეღობე. მადლობა. ეს რატომ გააკეთე? ბევრი მიზეზის გამო. წამებულად სიკვდილი ძალიან მარტივია. თუმცა როცა ცხოვრობ, შესაძლებლობა გაქვს რაღაც სასარგებლო გააკეთო. სწორედ ამის დახმარებით ვახშობ მრისხანებას. იმის გამო რაც დავკარგე. არ მინდა რომ დარჩენილი დღეები მწუხარებაში გავატარო. ესმის. აქ წესით საერთოდ არ უნდა ვიყო. ჩემთან მკვდრები მოვიდოდნენ. მე კი დღემდე ვიღიმი. ჩემთან ომი მოვიდა. მე კი მაინც ვიღიმი. კიბო მაქვს. მაგრამ მაინც ვიღიმი. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ მაინც ამას. მითხარი. ზედამხედველს შენი სახელი რატომ უთხარი და არა ჩემი? ჩემი ცოლის გამო. და ბავშვის. მინდა და უკეთესი ისტორია დამეტოვებინა, რომელსაც შემდგომ შენ მოყვებოდი. იმის შესახებ, რომ საჭირო მომენტში სწორად მოვიკეცი. არა იმიტომ, რომ რამე დამემტკიცებინა, არა იმიტომ, რომ რამე მიმეღო. ჯანდაბა არც იმიტომ, რომ თავი გადამერჩინა. არამედ იმიტომ, რომ სხვები გადამერჩინა. თქვენ ჩემზე უკეთესები ხართ. და თუ გგონია რომ ეს არ ვიცი, ესე იგი უყურადღებო ყოფილხარ. დიდი ხანია დედასგან არაფერი გაგვიგია. არც მე დამკავშირებია. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ ის საკუთარ თავზე ძალიან კარგად ზრუნავს. ეს შენით ძალიან ამაყობს. ისიც და მამა შენიც. და კარლიც? ერთმანეთ ძალიან გავხართ. ის ხალხის გადასარჩენად დაიღუპა. კი, ასე იყო. მინდოდა მის გვერდით მეტი დრო გამეტარებინა. მეტი დრო, რომ მისი გახსენება შემძლებოდა. ამის დროც გვექნება, ჯუდით. როცა ყველაფერი დასრულდება, მოგიყვები იმ ყველა ისტორიას, რომელიც მახსოვს, ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც უყვარდი. მართლა გგონიათ, რომ გაქცევასთან რამე კავშირი მაქვს? არ ვიცი რა ვიფიქრო. ვიცი რომ იუჯინი გაუჩინარდა, თქვენ კი ბოლო ადამიანი ხართ, ვისაც ის ესაუბრა. მისო კუმურად, თუ მის ადგილსამყოფელი იცით, თქვენთვისვე ჯობია. რომ ცოდნოდა, ახლა თქვენთან საუბრის ნაცვლად მის გვერდით ვიქნებოდი. სერ, რაციით ვიღაც გეძახით, სახელად ავრორა. აქედან ვუპასუხებ. დავასრულეთ? ჯერჯერობით. მადლობა, რომ მოხვედით. დამტოვეთ.
მერცერი გისმენთ? გამარჯობა, მე ვარ. არხი შევცვალოთ. შენი ძველი ბინის ნომერზე გადაერთე. გესმის? ხო, კარგად ხარ? კი, იოჯინი როგორ არის? ჯერჯერობით უსაფრთხოდ. სად ხარ? მატარებელში, შენკენ მოვდივარ. მატარებელში? ხალხი მოყვავს პამელას პატიმრები და ჰორნსბი. რის გაკეთებას აპირებთ? რაღაცების შეცვლას, პამელას ჩამოგდებას. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? არა. თუ პატიმრებს მომიყვანთ, ისინი მოწმეები იქნებიან. და პამელას ჩამოგდების კანონიერი უფლება მექნება. მატარებელი უახლოეს დეპომდე მიგვიყვანს. ქალაქამდე თუ მოვალთ, შიგნით შეგვიყვან? დასავლეთ კედელთან ძველი გვირაბია, რომელსაც სადგურამდე მივყავართ. გვირაბში შესასვლელი დაცულია. იქ შეგხვდები. მიხარია შენი ხმის გაგონება. განგაში გვაქვს. რა თქმა უნდა, აღმოსავლეთიდან მოსიარულეები მოდიან. წინ. ტრაილერისკენ. არა. წავედით. მიწყება ლოკდაუნის პროცედურები. სახლებში დაბრუნდით. მიყევით მითითებებს. მომდევნო ინსტრუქციამდე გარეთ არ გამოხვიდეთ. მოედანზე ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ჯერჯერობით ამაზე არ იდარდათ. დაწყებულია ლოკდაუნის პროცედურები. რა ხდება? ქალაქს მოსიარულეები უახლოვდებიან. ჩვენ მათ გასანადგურებლად გვგზავნიან. პამელასის აქამდეც გაუკეთებია, მოსიარულეებს იყენებს ქუჩის გასასუფთავებლად. როგორ? არ ვიცი, მაგრამ ეს შედეგებს არ ცვლის. ყველანი სახლებში უნდა წახვიდეთ მაქს, მათ შორის თქვენც. არ მინდა რამე უსიამოვნება მოხდეს. ანუ, უბრალოდ უნდა მოვიცადოთ, სანამ ბრბოს გაანადგურებთ და ლოკდაუნს მოხსნით? წარმატების შემთხვევაში. ჩემი გოგო ბრუნდება. მასთან ერთად მისი მეგობრები არიან. მათ თავად უნდა შევხვედროდი. მე შიგნით შემოღწევაში დავეხმარები, შენ კი სადგურზე შეხვდი. მანქანა მზად არის, გენერალო. სულ ეს არის? ჯერჯერობით. წავიდეთ. სადმე დამალე, სანამ არ დავბრუნდები. არა, მათ იქ ვერ დავტოვებთ. ნარჩევანი არ გვაქვს. გამიშვით. ლიდია, ინფექცია. არ მადარდებს. გეყოფა. მას ვერ დავკარგავ. მამას თუ იზამის დაგკარგავს. გაიგე. როგორც კი შევძლებთ ვიპოვით. მაგრამ თავადაც კარგად იცი. ახლა რაც უნდა გავაკეთოთ.
კარგად მოუჭირე. ეს მეც მომსვლია, ხომ იცი? და მე კარგად ვარ. ეს ყველაზე რთული მომენტია. შენ ყველას ძალიან უყვარხარ. ამას გადაიტან გესმის? მიდი. წუხვარ. ჩამსხდარი ხვებივით ვართ. ის არ მოდის, მოც და არ გამოვა. ახალი გეგმა გვჭირდება. მერსერი აუცილებლად მოვა. დრო გადის. მე წინ წავალ. ვეცდები სხვა შესასვლელი ვიპოვა. ფრთხილად იყავით. ხოლო 4 არიან. გამოგვევა. დაცვა თუ გაუჩინარდება მიხვდებიან რომ რაღაც მოხდა. მოიცადე. ეს გაიგონე? სექტორი D, ყველა თავისუფალი დანაყოფი შეკრიბეთ და აღმოსავლეთ კარიბჭესთან მიიყვანე და ახლავე. მოსიარულეები მოდიან, მერსერს ხალხი სჭირდება. გასაგებია. სერ, ეს გვირაბეიჩსაც ეხება? დიახ, გვირაბეიჩსაც. და რა, პოსტი დავტოვოთ? ჯანდაბა ჯარისკაცო, ის ჩაკეტილია. დროს ნუ კარგავთ. წადით. კარგი, გასაგებია, წავედით. დარწმუნებული ხარ? კარგი, წავიდეთ. გუბერნატორო მიღება. რამე გაიგე? ვერამემ, თავის დას შეხვდა, შემდეგ კი კედლისკენ წავიდა. ურდოს გასანადგურებლად დახმარება გამოიძახა. არაფერი განსაკუთრებული. საიდან წამოიყვანა? მე-7 სექტორიდან, ფორმირებიდან და გვირაბეიჩიდან. გინდათ რომელიმე დანაყოფი უკან მოვიხმო? არა. დარწმუნებული ვარ მერსერს თავისი მიზეზები აქვს. ეკო მიღება. ეკო გისმენთ. როგორც კი პოზიციაზე მივალთ, დასავლეთით გავუყევით. გასაგებია. დედა დისტანცია დაიგავეთ. გასაგებია. დანიშნულებას უახლოვდები. სექცია გაწმინდეთ და აღმოსავლეთით გადაინაცვლეთ. ჯანდაბა ეკო ურდომა მოაყირავა, კონტროლი დაკარგეს. რა მოხდა? არ ვიცით, მათ დასახმარებლად მივდივართ. ფრთხილად. დედა მომახსენე. დედა მომახსენე. ვინმე ხედავს? ყველა დანაყოფის საყურადღებოდ უკან დაიხიეთ და ჩემთან დაბრუნდით. ჯავშანი ჩაიცვით. მძიმე იარაღი აიღეთ. როგორც კი სხვები დაბრუნდებიან, გარეთ გავალთ და ქალაქში შემოსვლის საშუალებას არ მივცემთ.
სავალდებულო ჭხრე კატარდება. გუბერნატორი მილტონის ბრძანებით გააღეთ. სავალდებულო ჭხრეკა, გააღეთ. ძალის გამოყენების უფლება მაქვს. ბროუქს სად იმყოფებით? უნდა წავიდეთ. მშვიდად. ბევრი სისხლი დაკარგე. მათ ვჭირდებით. ელაიჯას ვჭირდებით. პირველ რიგში ექიმი გჭირდება. ელაიჯა, ლუკი და ჯულსი პროფესიონალები არიან. არა, მათ ვერ მივატოვებთ. ვერ მივატოვებთ, ჯერი. მათ ვჭირდებით. უბრალოდ ნუ ხელავ, კარგი. ისედაც საკმარისი დაკარგე. მას აუცილებლად ვიპოვი. მეც შენთან ერთად წამოვალ. არა. თქვენ ხელს მიხედეთ. მოგვიანებით შევხვდებით. დარწმუნებული ხარ? კი. მათ ვიპოვი და დაგეწევით. რა შეიძლება მოხდეს? არა. მეორე მხარეს შევხვდებით. რა ხდება? რაღაც რიგზე ვერ არის. წამოდი, თითქმის მივედით. დაიხარეთ. ეკოსთან და ტეტასთან კონტაქტი დავკარგეთ. მაიკლ მერსერ, თქვენ ღალატის ბრალდებით ხართ დაკავებული გუბერნატორი მილტონის ბრძანებით. ნებისმიერი წინააღმდეგობა სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით დასჯით დასრულდება. დაუშვით იარაღი. წამოვალ. მაგრამ თქვენ ქალაქი უნდა გაამაგროთ, სანამ ბრბო პერიმეტრზე არ შემოსულა. გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ კედლები გაუძლებს. აქ რაღაც ხდება ვიგერს. მისმინე, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პამელას სისულელეები. შეაჩერეთ მკვდრები, სანამ ძალიან არ დაგვიანებულა. გავიქცეთ, გავიქცეთ! სწრაფად! ფრთხილად! გარეთ გავდივართ. დახოცეთ! არ დაინდოთ ეს როლეთ.
ეს როლე თვიდით. არა. ჯუდით გაიღვიძე. გაიღვიძე. უნდა წავიდეთ. ეს თქვენი ბრალია. უნდა წავიდეთ ახლავე. ის როლე. უნდა შემოვუაროთ. წავედით. დაცვა, მოწინააღმდეგეები გაგვექცნენ, კარებს ყურადღება მიაქციეთ. გასაგებია. მიკა. წამოდი. დამხმარე ძალები საჯანდაბაში არიან. ყველანი აღმოსავლეთ კარიბჭესთან მოდით ახლავე. ღმერთო, ისინი კედელზე ამოდიან. აღმოსავლეთ კარიბჭესთან დაუყოვნებლივ გვჭირდება დახმარება. მკვდრები კედლებზე მოსაცავენ. ვიმეორებ, მკვდრები კედლებზე მოსაცავენ. რაჯანდაბა. კედლებზე ცოცვა ისწავლეს. ჯარისკაცი დაიჭრა. გუბერნატორო, პერიმეტრი დაუცველია. F სექციაზე მოსიარულეები შემოიჭრნენ. 15 ჯარისკაცი და ბევრად მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დავკარგეთ. ვერ ხვდები. მკვდრები თანამეგობრობაში არიან, გუბერნატორო. შეუძლებელია. ეს სტანდარტული ლოკდაუნი უნდა იყოს. სანამ ჩვენები ბრბოს გაწმენდნენ. მკვდრები კედლებზე ცოცავენ. ისინი შიგნით შემოიჭრნენ. კი, მაგრამ ჯერ კიდევ შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა, შეგვიძლია გავმაგრდეთ და ქალაქის დიდი ნაწილი გადავარჩინოთ. შანსები არც ისე დიდია. ძალები ცენტრში მოიხმეთ. მე ჯარისკაცები ჩემს სახლთან დააყენეთ და გარშემო ტერიტორია დაიცავით. ბრბო ქვემო დაიონში გაგზავნით. ეს საჭირო პერსონალის შესაგროვებლად დროს მოგცემს. გუბერნატორო, ეს ათასობით მოქალაქეს დაუცველს დატოვებს. ეს სასიკვდილო განაჩენია. ჩვენ ცენტრი უნდა დავიცვათ.
დანარჩენი ზონები გადაკეთეთ. კლინიკა აქვეა. აქეთ. აქეთ. უკან ვიხევთ. უკან ვიხევთ. ჩვენ არ მოგწდევენ. მოიცადეთ. რა მოხდა? ისინი ხმას გაყვებიან. შეშლილები. ჯარისკაცები ჩვენ არ მოგწდევენ. მათ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. ალყაში გვაქცევენ. კარიბჭე ჩაკეტეთ, წასვლის დროა. რა ჯანდაბა ხდება? Look. გავიქცეთ. გზა უნდა გადავუღობოთ. გასასვლელი გაწმინდეთ. უკან უნდა დავახევინოთ. არა. მამიკა. You may not think this place is worth saving, but it's worth it to me. Help me! Come on, jump for it! Come on! Hold the line! This family, my family, we would do anything to protect each other. And we're fighting now for something else, something bigger. We've really felt like this episode is our characters having to kind of pick up their weapons again after a period of peace. They're getting ready to gear up for what they know is probably going to be a difficult fight. And I think that for Judith, she kind of thinks, I have a personal responsibility to fight for the things that I believe in. And I think that that's what she believes her values are. And if it requires a physical battle, she's ready for that. Like, she feels that she wants to be part of the fight. What we're doing could help everyone. Not just us, but maybe everybody everywhere. I want to be part of that. To make what my family believed in real. And I think RJ's now getting older and she's sort of giving the hat to him. And the hat is something of like the continuity within their family. Like, it's something that reminds them of the loved ones, like always kind of being near and dear, even when they're not there. So I think there's just this really beautiful big sister gesture to say, even if I'm walking away, I want you to have this hat too. So you're telling me you have no idea how Porter got away? No, ma'am. Clearly he had help. Clearly.
The scene between Pamela and Mercer with Lila and Michael is really fun to watch because both of those actors are bringing so much nuance and layering to that performance. I think Pamela thinks that Mercer is full of shit, and I think Mercer is getting in his digs at her, and that's just kind of where they're at. There have been reports of people going missing in the Commonwealth for a while. We don't have many answers, but maybe this time we get lucky. Just do your job, Michael, before more people get hurt. Mercer knows that at some point she may be onto him, so he's being careful, but at the same time, he's poking at her a little bit because he's realized how much she has lied and manipulated over time. This is definitely one of our bigger Walker sequences we've done. Of course, there's a lot of smoke and mirrors because a lot of the zombies in the herd are digital. But I think everybody does a great job of blending the real and the CG together. It takes a lot of energy and preparation to kind of get ready to do a big zombie action scene where there's this very scary kind of emotional element. But, you know, everybody is so good at what they do and they're such pros. There's a certain amount of fun for our actors too when they get to be in the middle of a big sequence like this. Cassidy, who plays Lydia, she's amazing. She can tap into the Lydia pain spectrum so well and so quickly. So it was really moving when we saw the footage come back and, you know, she's trying to like reach for the person that she loves and hang on to him through when she's bitten and through when she knows that she has to have the limb severed because she's still thinking about somebody else in that moment. We can't just leave him out there. Get out of me. We gotta do it now. I don't care. I don't care. Dude, stop. I can't lose him, please. He's gonna lose you. She really brings so much emotion and sensitivity to that character. I think Aaron and Jerry are very parental. Like they're very good at keeping people around them feeling safe when they're in that mode. You know what happened to me? I made it all right. Yeah? This is the hardest part, okay? You are so loved, Lydia. I really love the work that they did in doing a sequence like this because these are always challenging sequences kind of from every side, I think. I'm sorry. I think the fight at Union Station, it's a very complex sequence and there's so many different pieces to cover. Get down! Even though it doesn't take tons and tons of screen time, a sequence like this is just very, very time consuming to stage, to shoot. The work is meticulous from our entire crew and our director and our cast to kind of capture the vibe of this scene. We wanted to slow down a little bit the events that are happening because often when something really scary, horrific happens, people kind of describe it as like things almost feel like they're in slow motion or you can't quite understand like what real life feels like because you're just so focused. Wake up! You did this! So we thought that that just artistically felt like it kind of tracked with what was happening emotionally to the characters. We definitely wanted it to feel reminiscent of the scene where Rick was carrying Carl after he was shot. And it's kind of like the question of like, is history going to repeat itself with Judith and what's going to happen next with her? All of those thoughts are running through Daryl's head as he's running with Judith out to trying to find safety. It was really important to kind of talk about this sense of found family that our people have, as well as literal families that people are fighting very hard to reunite with and preserve. So we just think that that is one of the most important kind of emotional themes that runs across the entire series. And it's something that we really wanted to highlight as we kind of get to the very end of the series. And obviously, like, it ends with a very dramatic moment for Daryl as, you know, this person who is like a child to him. She means the world to him, and so he's going to do everything in his power to try to make sure that she doesn't just die in his arms.